როგორ ხართ მეგობრებო? ჩაუწიოთ რა copyright-ი არ მომცენ. როგორ ხართ მეგობრებო? მოკლედ მე ესეთი განწყობით გავიღვიძე. გუშინ მე და ლუკა მიყურეთ. K-pop Demon Hunters, ვიცი შეგვეცდა გვიან ვარ ამ ამბავთან, მაგრამ გუშინ მიყურეთ და რაღაცა addiction დამემართა მთელი დღე მათ სიმღერებს მღერი ვარ. თუ თქვენც გიყვარს დავუყურებთ. Hi K-pop family. პირველად მოვუსვენე, აღარ მართლა არც არ მომისმენია K-pop-ისთვის წარასართ აზზე არ ვიყავი და ხოთ შორის მომეწონა და რაღაცნაირი addicting სიმღერები აქვს და მთელი დღე მღერი ვარ მოკლედ. You my sort of funny. I'm done hiding now, I'm shining like მუსიკალური ნიჭი. რაღაც მგონი ბლოგების გადაღების რეჟიმი ჩამერთო, იმიტომ რომ წინა ბლოგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავდე და დღესაც გადაწყვეტე ბლოგის გადაღება. ბავშვები იქით თავისთვის თამაშობენ რაღაცებს. და ესე დრო გამოჩნდა და შემოდი ჩემს ოთახში და ვინახე კამერა რომელიც ესე იდო და მეთქი გადავიღებ ბლოგს. თან რამდენი ხანია სახლში ბლოგი არ გადამეღია. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურა წინა ბლოგს და ვინც დღემდე ესე ერთგულად მომყვებით, ნახულობთ და თითქოს ყოველ კომენტარში ეწერა რომ აღარ გაქრა ხშირად და ბლოგებია და ასე ვცდილობ რომ შეგისრულოთ. თუმცა ძალიან ბევრჯერ მოგეცით ეს პირობა და აღარ მინდა რომ პირობა დავდო, იმიტომ რომ მე თვითონ გზნობ თავს თუდად. და ხო, ასევე მინდა ყველა ჩემს ახალ საყვარელ გამომწერს მივესალმო აქედან. ჰაი, კეთილიკო თქვენი მოგზაურობა სოციალურ წინა ბლოგის მერე ძალიან ბევრი ახალი გამომწერი დამემატა, რაც ძალიან მახარებს და უფრო მამოტივირებს, რომ ისევ გავაგრტიურდე ისე როგორც ადრე. და ხო, მოკლედ მხიარული საინტერესო პოზიტიური family ბლოგები შემოგთავაზოთ. ბლოგი, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ სახლის ბლოგი. ხოლმე ძალიან ლამაზ ადგილას და მინდა ძალიან რომ გადავიღო ბლოგი, იმიტომ მოვახერხებ. იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად დავიჯერეთ რომ საკმაოდ გართულდა ბლოგების გადაღება. სანი არის უზომოდ ჩემზე მოწებებული, ჩემზე მოკედლებული, ანუ სულ ხელში უნდა რომ ეჭიროს და ამიტომ წელი დავიზიანე მგონი, იმიტომ რომ სულ მტკივა წელი. ნემსების გაკეთებას კიდევ ჩერდა ისეთი ტკივილები მქონდა, მაგრამ ახლა გამიარა და იმედი მაქვს რომ ისე აღარ ამტკიდება. და ვცდილობ რომ გადავაჩვიო ხელში აყვანეს, მაგრამ ძალიან უყვარს. წინა ბლოგშიც თუ ნახეთ, თითქმის მთელი დღე ხელში მეჭირა სანაპიროზე რომ ვიყავით და რთულია. ძალიან ბევრი რო ვარ ვილაპარაკო, ხვალ მინდა უკას ეკეთყვით, მიდვრით ძალიან ლამაზ ადგილას. Instagram-ზე ნახე ეს ადგილი და ნაშენ ნიკას შევუთან ხვდი რომ კვირასწავლს ვიყავით, ვიყიდე ბილეთი და ხვალ მიდივართ არის დელავერში. და რას და როგორ უკვე ცოტა ხანში შეიტყობთ ამავე ბლოგში. და რა თქმა უნდა მემზადებ ხვალინდელი დღისთვის, ახლა თქვენი დახმარება დამჭირდება. თუმცა ამ ვიდეოს მაინც მე ნახავთ, მაგრამ ნუ მაინც გავერთოთ ცოტა. ორი კაბა მაქვს, რომელიცაც მინდა, იმიტომ რომ ეს გარემო არის რაღაცა ძალიან ლამაზი ფილმიდან, აი Bridgerton-ს თუ უყურებთ, დაახლოებით ეგ vibes არის. რაღაცა ფილმიდან გადმოსულ ადგილს გავს, ლამაზი სასახლე არის, ბაღი და მინდა ორი კაბის ჩაცმა. უბრალოდ კაბის ჩაცმა მინდა და ორი კაბა მომწონს. და ვერ გადამწყვეტია რა გავაკეთო. სავარაუდოდ ორივე წავიღებ, ორივე ჩავიცავ ნიკა ყვა. ხა და ახლა მე თქვენ გაჩვენებთ კაბებს. და მითხარით რომელი ჩავიცვა. პირველი კაბა არის ეს ნახეთ. რა ლამაზია. ასეთი ჰაეროვანი. ფარფატა. ჩაცმულზე არის ულამაზესი. აი ეს. მაგრამ მეორე კაბაც ძალიან ლამაზია. ეს არის მეორე კაბა, რომელიც ჩავიცვი და ისე უნდა გაჩერა, იმიტომ რომ აი ესეთი შეხსნილია, ნახეთ რა ლამაზია ესეც. სავარაუდოდ იმ გარემოს, სადაც მივდივარ, ეს კაბა მოხდა, მაგრამ ეს უფრო რაღაცა შუა საუკუნეების, რაღაცა Bridgerton-ულია უფრო. უკანა ახლა შლეიფი აქვს. ლამაზი თმის ბანდები გამოვიწერე.
ამიტომ არ საგონებელში რომელი კაბი ჩავიცვა. და რა ვიცი, იმედი მაქვს, ყველაფერი ისეთი ლამაზი გამოვა, როგორც წარმოდგენილი მაქვს. არ მჯერა ბავშვები ამ დღეს რომ მაცდიან ოთახში მარტო ყოფნას, ძირითადად სუაკმის ხედავ ხოლმე და რა დიდა ლამაზია. ლამაზია, მოგწონს ის კაბა? ლაშკა ყოველთვის იცის აღნიშნა მოწონს ჩემი კაბა. შენი რა შეკეთებ? ლაშკა და სანი ერთად თამაშობენ Roblox. თუ მჯეროდეს სანი არის 3 წლის. Roblox თამაშობს უკვე. რა არის ეს Roblox-ი? Guys, we got the gem. ჩემთვის არავის არ შეცალია. ემი პატარები რას უყურებთ? Shelly Labradors. ეს აპარელი მოხდენა, შერიფი ლაბრადორი. ესეთი ამბები გვაქვს. ამე და უკან უნდა წავიკითხოთ წიგნი, რომელსაც თვითონ კითხულობს. თუ როდისმე დაანებებს თავს მიზეზების მოფიქრებას. ეხლა წყალი უნდა მე რაღაცაზე გაიქცევა, მე იტყვის ლაშა მეძახისო, მე იტყვის მათე მირეკავსო, მე იტყვის დაჩი მირეკავსო, მე იტყვის ერენიკა მირეკავსო, დათა ყველა ჩამონდლის სადითად. კერკი მორჩება წყლის დალევას ერთ საათია წყალსოს. That's ice cream man miracles. Ice cream გირეკავს კერკი. დაჩი. უნდა წავიკითხოთ აი ეს წიგნი. ესეთი მერი პოუპ ოსბორნის წიგნია და აბა მეც რა გავიგო, აქეთ აი ეს არის. Jack looked out the window with her the pteranodon staring at the base of the oak tree like a guard. His giant wings were spread out down and talked to him, and he started down the rope ladder. Hey, shouted Jack. ლაშა მოვყარა ჩემი ყავა და დაცალა. It's a Coca-Cola. არ არის Coca-Cola, რა არის ეგ? Kawa. მოიტანი ეგ წიგნი. Oh! შაბათ კვირას ყველაფერი ეზარება. ესე მეტყვის ხოლმე რა. როცა მეტყურებ შაბათს ან კვირას, მეტყვი ხოლმე რა. ვიმეცადინოთ, რას მეუბნები ხოლმე? It's too late! It's what? Too late! Too late მეუბნები, როცა საღამოა და როცა შაბათ კვირა მეუბნება ხოლმე, Mom, it's weekend, Sunday and Saturday. რადგან სკოლა ისვენებს შაბათ კვირას, ამიტომ ლუკას homeschool-ით ისვენებს ხოლმე შაბათ კვირას. მამა მოვიდა. გაკეთეთ. მამას შესახვედრად გარდია. მე რა. კიდე წახვი ხარ? მან კიდე უნდა წახვიდე. კიდე წახვი ხარ? ლუკას ბადი. ეს არის ჩიკი არის ლუკას best friend. აბა მოდი ჩემთ. არა არ მოდი ხა. არა არ მოდი. მოდი ჩემ. მოდი. მოვიდა. ლაპარაკი ვერ ვასწავლეთ. მეორე არ მოყვავს იმის გამო რომ ლაპარაკი ისწავლოს, მაგრამ ლუკასთან მიდის თვალდახუჭული იზოხარს და მე უნდა ვეხვეწა რომ ჩემთან მოვიდეს. You clean his shit, mama. Tiki. მე არა, ხო, მე არა. Tiki, I love you. ცოტა ყოში ყავს და ალაპარაკეთ. მასწავლეთ როგორ ავალაპარაკო, არ ლაპარაკობს. Instruct biceps. ეს რა დამთავრდება იძინებთ ყველა. Hello. გათენდა. მე გამზადების პროცესში ვარ. ჩემს პატარა დამსწრესთან ერთად. ეხლა გაიგვიძა სანიმ. კლათნები დავიშალოთ. ბოლო ეტაპზე.
მაქვს რომ ლამაზი გამოვა. ესეთი გამოვიდა ჩემი მაკიაჟი თმა. ჩემი bouncy curls ნახეთ. ჩემი კაბები. ვიცი მომოქს. ჩადი. გამოვედით ახლა. მივდივართ. თან ვფიქრობთ, რომ ჯერ ვჭამოთ, რომ ყველა კაი ხასიათზე იყოს. შევჭამ ცადმე, გავჩერდებით და მერე წავალთ უკვე იქ. აი კეწერა სადღაც მახსოვს. აი ეს მინდა მე. Huevos rancheros. გამოვედით ახლა. კარგად დაპურებულები. აბა დანაყრებულები. დამაწყრე. და მივდივართ ახლა state. ძალიან ცხელა. იმედია, ძალიან არ შევწუხდებით. ახლა სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ ალბათ აქ. აი, აბა დასაწყისში. estate რა არის სასახლე თავისი ეზოთი ეზო არა ეს უფრო რაღაცა ეს არის უდიდესი ფართობი ულამაზესი ლამაზი შადრევნებით ალფრედ დუპონტმა აუშენა თავის მეორე ცოლ ალისიას ცოტა ისტორიული ფაქტებით ჩავერთეთ მე რა დამსახურება ქონდა მისთან რომ მეორე ცოლს რო ესეთი აუშენა ეს არის თავად სასახლე We're თანამედროვე ისინი. რა ქვია? Just browsing. ესეც სახლში ცხოვრობდნენ. წამა. So beautiful. ჩიტები არის? ნახე რა ლამაზებია. მაშინ აი კაბა ნახე. ნახე როგორი კაბა ეცეთ. თავი მგონია ფილმში. ესეთი ლამაზია. ბრიჯერტონში მგონი. ეს არის ბედრუმი. ეს ნახეთ. აი, საძინებელი მეორე. ეს აქ არა დედიკო ხელი გაქვს. ლუკა მიკითხა ეკლესიაო. ზოგადად. ლამაზია ბალიში. ხო, წამოვა აქეთ. ადი. ეს არის ხო, საწოლია და
ვიღებებ. ეხა ეს დავიჯერო იმათ დროინდელია. აუ რა ლამაზია ბაზანა. სამზარეულო. It's so cute. რა მაგარია ესეთ ფილმებში ხო ნანახი ესე ჩამოკიდებული. რა გონია? ნახე როგორი ქვაბები ქონდათ. ეს იმედია მაშინდელი არ არის ხო? აუ ესენი ყველაფერი ნაის არის ხელოვნური ხო? ესეთ ფლამას შადრევნებით. ამიშენებ? არა. აბა მეორე სოლი უნდა მოიყვანო, რა იმას ავიშ. ეთქმა კარგი იყო ის მეორე სოლი და პირველი ჯიმზე გავკეთა. ფოტოსესია აქვს ახლა. ხალამაძე იყო შიგნით. თავი მეგონა ფილმის კადრში. და ეხლა აქ უნდა გადავიღოთ ფოტოები. გამოვედით ახლა ვაწვალე ნიკა დავტანჯე გადავიღეთ რაღაცები და ისეთ ცხელა მეორე კაბიშაც მის თავი არ მაქვს ეხლა გვინდა და აქ მეისში შესვლა მაგრამ ლაბირინთია მაგრამ ძალიან ბევრი ესენია ფუტკრები და ვერ შევდივართ გამოვიცალე დავუბრუნდი ჩემს ახლანდელ საუკუნეს აღარ ვარ დუპონტების შტამო ის დუპონტების გვარისა და მოკეთ ძალიან ცხელა სადა იმ აღარ გვინდა ძალიან ცხელა მთლიანი ბაღი ვერ დავათვალიერეთ მეტყვი ბავშვებიც ძალიან დაიღალნენ რაიცი გადავიღეთ ფოტოები რაღაცები ვიდეოები ნიკა დავტანჯე ვიდეოების გადაღებაში ძალიან ლამაზი ვიდეოები გადამიყო და ფოტოები რომელიც უკვე სავარაუდოდ განანახი იქნებათ იცოდეთ რომ ძალიან ბევრი ვიწვალეთ და ხო ეხლა უნდა წავიდეთ სადმე და წყალი ვიყიდოთ ძალიან წყურია 3 ბოთლი წყალი ქონდა აღარ გვაქვს წყალი უნდა ვიყიდოთ და რა ვიცი მე მოვიფიქრებთ რამეს ვლოგი ხო ისე არ ჩაივლის რომ არ დამავიწყდეს მიკროფონის ჩართვა. აქ ძალიან გათშული ვიყავი ნიკას ოლოდები მაღაზიაში რომ მიყიდოს წყალი. ძალიან დავიღალეთ, დაგცხა ძალიან და გადავწყვეტეთ რომ სახში წავსულიყავით და აღარ გავგაგრძელებინა არსად გზა, აღარ გავჩერებულიყავით. კადრში როგორც ხედავთ ფლაშიკოს ჩაეძინა და ღირებისგან და ზუსტად ამას ვიძახი აქაც და მეტი აღარ მახსოვს რას ვიძახი, მაგრამ ეგ იყო აზრი ამ ვიდეოსი. Hello, როგორ მიხვდით, ეს უკვე სხვა დღეა. იმ დღეს იქ დავამთავრე ვლოგი, იმიტომ რომ არც არაფერი გავუკეთებია ესეთი განსაკუთრებული სახში წავედით. ძალიან დაღლილები ვიყავით და ყველანი სახში წავედით და დავისვენეთ და მოკლედ იქ არ დავასრულე ვლოგი, ამიტომ გადავწყვეტე რომ დღეს გავაგრძელო, იმიტომ რომ წინა დღეს თუ პრინცესობანას ვთამაშობდი, დღეს მივიდივართ ფერმაში და დღეს უნდა ვითამაშო Country Girl. სხვადასხვა ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ფილმს ვუყურე. და TV shows, საერთოდ ტექსასური, ველური დასავლეთი, რაღაცა country vibes და ნუ აი
ძალიან მოწონს ეს country სტილი და მუსიკა და რაღაცა ძალიან მომინდა იქ ცხოვრება, რაღაცა რანჩო და ცხენები და მთელი ამბები. ხა და მოკეთ ჩემოდგომას ძალიან ხვდება ეს country vibes. თან მივიდივართ ფერმაში და ვიცი რომ ამ სეზონზე არაერთხელ წავალთ ფერმაში. გოგრების ფერმა ცალკე კიდე გვაქვს. და ხო, მაგრამ დღეს მივდივართ ისეთ ადგილს, სადაც თითქმის ყოველ წელს მივდივართ ხოლმე. უნდა წავიდეთ, დავკრიფოთ ბოსტნეული ხილი და ჩვენს ახლობლებთან ერთად და მე იქვე ვიცით ძალიან კარგი ადგილი, იქ მივდივართ ხოლმე, პიკნიკს მოვაწყოთ, ბარბეკიუ, ამ ჩვენ დაკრეფილ ბოსტნეულს შევწავთ და გემრიელესია ხოლმე იქვე შენი ხელით რომ დაკრეფავ და მე რომ დაჯდები და შეწვავ და კეთილი რაღაცები გველოდება დღეს და ხო კიდევ ეს ტბის პირას არის ეს ადგილი ნავებითაც ვისეირნებთ და მოკეთ დღეს ექნება განტვირთვის ბუნებაში გასვლის ბარბეკიუ პიკნიკი მეგობრები მთელი ამბები და წავედით მოვედით ახლა ფერმაში. რაღაცები შეცვლილი ადრესი არის. პირდაპირ ჩახვიდოდი, დაკრეფავდი. პირდაპირ წახსვაიმე და ფუტკარი. წავიდა. ფუტკაში ჩემი კამერა მოეწონა. მოკეთ აქ მოხვიდოდი. შეხვიდოდი ფერმაში. დაკრეფდი. და მე გადიოდი და ეხლა აქ ისეთი ამბავი მოწყეთ, ჩვეულებრივ ბიზნესად არის გადაქცეული. ეს ადგილი აქ ნახეთ აქ არის ბავშვების გასართობები, სასრიალოები, რაღაც კეთ. ისეთი აღარ არის ეს ადგილი როგორიც იყო. წამოდი არ დანახო ბავშვებს არ დანახო. აი მოვიდა ჩვენი ტრაქტორი. არ არის აქ ტრაქტორი. როგორ არა ტრაქტორი. Apples, sunflowers. What about veggies? We do have veggies. You have veggies? Yeah. გაგვიჩერა აქ და ჩვენ ვაშლები არ ვიყავით. ვაგრძელებთ გზას რა. მოვედით ახლა მინდორში სადაც უნდა დავკრიფოთ პამიდრები. Pomidor დავკრიფოთ. რა არის ლაშაკ? Tomatoes. პირდაპირ ნატურალური. გასინჯა. ძანგაია. ჰეგი იმის მაგრეთ რომ დავკრიფო დავდივარ და ვჭამ. მამერა. ბურგალური. Say hi. Hi to my vlog. ციცაკების პარკი მეჩვენეთ ხო? რამდენიერი ციცაკა გვაქვს? გიო. ციცაკების გვაქვს. კოლექცია. ციცაკების კოლექცია გვაქვს. წავედით. ეხლა რა ვჭამთ? რა ვჭამთ კი არა და რა სკრიფოთ? ეხლა რა ვჭამთ? ეხლა რა სკრიფოთ? ეხლა რა სკრიფოთ თქონა მეთქვა და ეხლა რა ვჭამთ? რა? რა არის? რა იპოვე? ეგ რა არის? რა არის? ბადრიჯანი. Катя, как чагде, мади? Ак. Ха, мать.
კაჭაღდიდა. I'm gonna come back after I take my lunch. ახლა კორნარი სიმინდი ყრია და იქ უნდა შეხვიდე. ჰა? ფეხსანა გაიხადა? ადი. კიდეთ რაღაცები და ეხლა მივიდივართ ერთ-ერთ კილს, სადაც ხშირად მივიდივართ ხოლმე. ესეთი აიეკები გვაქვს. ტბა არის და ტბაზე გავისეირნებთ. აქ ესეთი ჰამაკი გვაქვს. ხადე, მოდი. ედი. აქ იწება რაღაცები უნდა შეიწვას აქ. ჩვენი მოსავალი უნდა შევწვათ აქ. აბარა. ჩვენი წყალო რა გიჩველა მითღარი. ეხლა რომ მოვიპარო და გავიქცე და წავიღო ჩავაგდა. თევზი მეცოდე. მოვადე, აგე იქით არის, ნახე, თევზაობს ხია. თევზი უნდა დაიჭირა. კაიღა. მაგეცანა? მოდი, ბავშვებო, თევზები გაუშვათ. ჩვენ გადავწყვეტებთ, რომ თევზები გაუშვათ. მეორე საერთოდ. მე არ გადაგიხდეს. აი. მოდი მივცე. არა. არა, ცოდვა. ხო. არ მოგდაგთხო. პერსონალური ხა. Happy kittens. აგე ის გაცოცხლ. ისო. აგე ხო. გაცოცხლ. აგე. თევზი გავაცოცხლეთ, უბრალოდ თევზები ორივე გადავაჭიდეთ. ძალიან მიხარებთ, რომ ძალიან მეცოდებოდნენ და გული მიკვდებოდა იქ რა იწმეს საწყლად. და ამათ რო ჭამეს, მიხვდნენ რომ თევზის შემჭმელები აღარ იყვნენ. გაუშვეს წყალში. დავისვენ. ნუ ჩადექ იმასე. ისინი მუხლებამდე წყალში არიან. მოკლედ, ავალაგეთ ყველაფერი. ეხლა ბიჭები კაიაკებს აბავენ, მორჩნენ ნავით სეირნობას. და უნდა წავიდეთ სახლში, ძალიან კაი იყო. განვიტვირთეთ ძალიან ბუნების ფონზე. ბუნებაში ყოფნა ძალიან გვყვარს. და კარგი დრო გავატარეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად.
კარგი ბარბიკიუც გქონდა, ნავებითაც ისეინეს ბიჭებმა, მეც მინდოდა, მაგრამ ძალიან შემოდიოდა წყალინაში და დასვალება არ მინდოდა. ხა მივდივართ სახლისკენ. ჩემი უფროსი მეძახის მანქანიდან. მეძახის უფროსი. რა არის დე? ესენი სველები არიან და გავხადე ტანზე. როგორ მოგეწონა კაიაკი? კაიყო? ხოც მაგიტყვი. კაიაკი? კაიაკი, კაი. ანუ როგორ მოგეწონა ბა კაიაკი? და მით თან თქვი 1 2 3. კაიაკი? კაიაკი, კაიაკი. აღარ იცოდნენ რა ერქვა. მე კაიაკი, კაიაკი. რა კაია, რა კაიაკი. კაიაკი, კაიაკი. 9 საკლია 9 წუთივით 9 საკლია 9 წუთივით გამომივიდა და 9-ზე რო იკეტება. τότε გამოვიდა. ისეთ შეგრძნება, მაგრამ კემპინგზე ვართ. და სადღაც ხომ წავიდეთ და კარავი გავშალოთ. იმენატრა კემპინგი. დაუჭირო? ესა ხო? რა მაგარია? My girl is banging.